მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. შეჯიბრში 50 გამორჩეული რაიდერი ასპარეზობს, მათ შორის Wildcard-ის მფლობელი საქართველოს წარმოადგენელი ჯაბა სვედიანი. საქართველოს ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად გასულ წელს ბაკურიანში უმასპინძლა. შეჯიბრის დამფუძნებლების მხრიდან ღონისძიება არა მხოლოდ წარმატებულად, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრად შეფასდა. ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად ის ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ღონისძიების ორგანიზატორი მთის ტრასების სააგენტოა. ფრირაიდის მსოფლიო ტური წელსაც წარმატებით დასრულდა, ეს არის დიდი აღიარება ქვეყნისთვის. ამ სერიებს ვაგრძელებთ, 4 წლიანი კონტრაქტი გვაქვს, შეფასებები საკმაოდ მაღალი არის, როგორც საერთაშორისო დელეგატების მხრიდან, ასევე ათლეტების მხრიდან და შესაბამისად ეს არის დიდი წარმატება, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს და კონკრეტულად სვანეთს. ჩემთვის არის მეორე წელი ფრირაიდ ტურის. რა თქმა უნდა, წინა წელთან შედარებით ბევრად თავისუფლად ვიყავი, ბევრად კარგად გროვდი თავს. რაც შეეხება განსხვავებას წინა წელთან შედარებით, კარგი ის არის, რომ უკვე ლაინის კითხვა დავიწყე, თის კითხვა დავიწყე და ვიცი სადაც მინდა რომ დავეშვა, იმ ადგილას ვეშვები.